ამარკორდი ფედერიკო ფელინის ამავე სახელწოდების ფილმის მიხედვით ამ სპექტაკლს ვესწრებით დღეს. დღეს არის 30 ივნისი და ამ სეზონზე ბოლოჯერ ასე დაიწერა სარეკლამო აფიშაზე ეს განცხადება. ამარკორდს ითამაშებენ მსახიობები და მათ შორის ჩვენი ძვირფასი დუტა სხირტლაძე. წავედით, ვნახოთ, როგორ ემზადებიან მსახიობები ამ ფანტასტიკური სპექტაკლისთვის. და ვიდრე ჩვენ ნახავთ დუტას და შევალთ საგრიმეო როში, ძალიან მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი შეხვედრები ეკა ხოფერიასთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის დააკომენტარეთ, დაჭირეთ ღილაკს, იმიტომ რომ მოგივიდეთ შეტყობინებები. ეს ნამდვილად ძალიან გვეხმარება და ვიცი რომ ძალიან ბევრი გვიყურებთ სხვადასხვა ქვეყნიდან და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული თქვენგანის აზრი, მხარდაჭერა. ასე რომ გთხოვთ, გამოიწეროთ შეხვედრები ეკა ხოფერიასთან. წავედით, დავიწყოთ. პირველი ადამიანი ხარ, ვისაც ახლა კამერების წინ ველაპარაკე. ხომე დაგაფრთხილე. ქუჩაში ვიღაცა შეუულია მომაძახოს და კაი ეს აყურე. ვინ გეკითხება? კეთილი იყოს შეხვედრების ფეხი ქალაქის თეატრში. წავედით. თქვენმა შვილებმა გააკეთეს თავისი თეატრი, ქალაქის თეატრი. ეგ არის ხო? სხვა პერიოდი არ გვინახია ცხოვრებაში. თეატრის იქით არ ვიცით. შრომა დასაცინი რა ხდება, მაგრამ იტყდება რა უბრალოდ. აი სერიის გახმოვანება 10 ლარი რო ღირდა რუსთავი 2-ზე, მაშინ გეუბნები. სერიალი ბლანკოს ქვრივი. რატომ? მე არ მინდოდა ეკრანზე გამოჩენა. მაგ მიზეზით რომ ზედმეტად გაცვეთილი სახეობა არ მიიღებენ კინოებში, მარტო კომერციულ რაღაც პროექტებში მიიღებენ. საკუთარ თავთან რო გამოწყდები. რომ ეს არის ჩემი არჩევანი, დამთავრდა. წლების შემდეგ, აი რაში გადადის? როგორ შეინახავ გააჩნია. მეორე დღეს აბსოლუტურად ყველა მომესალმა სახელით. მეორე დღეს. რას ვისურვებთ? აი, მე და რამდენი სურვილები მაქვს. კარგად. დედა რას იცრე? გამარჯობა, ბიჭებო. ლამაზად გადამიღეთ. მოიცახა გაგკეთო. გრიმი ხო უნდა გაიკეთო შვილო. გავიკეთებ ხა ყველაფერს. მართლა? მე ბოლოს შევდივარ ხოლმე. ბოლოს შევდიხარ ხოლმე? კაი. ვაცილი ყველას. მე ისა არ გრიმი არ ამშველის მაინც. და კარგად გამოიყურე. ძალიან გოგო. ოჩა. ბრავო. დავაჩერო. ყვავილებში. გამარჯობა ბიჭებო. საკელო მაგხომე ჩაკეცილი რომ ესე მირთავს მე რომ დავდივარ. ხო. სენს. დიდი ხანია ბაიკიდები ხარ თუ? ნუ 10 წელია უკვე. რას ლაპარაკობ? ხო, იმიტომ რომ აბა სხვადასხვა როგორ მოვასწრო ყველაფერი. საიდან მოდიხარ ახლა? ეხლა მოვდივარ სახლიდან გავიარე ბარში ჩემთან. ხო. ბარს ხომ ანახებ? ანუ შენი ისტორია დავიწყეთ აქედან, იმიტომ რომ გონია რომ აქ თეატრი. არა, ყველაზე სწორი დასაწყისია. ხო, ნუ ყველაზე სწორი დასაწყისია შენთვის, ხო. ხო, თეატრი უპირველეს ყოვლისა. ჯერ მიგადავიღებთ. მერტი ვინო მოვიტანო თუ არა, თუ და კაცში მარტია. მარტო იმიტომ რომ წინასწარ აგვეშნა. უნდა აღნიშნო. იცი რა აი რატო არ შემიძლია რა შეგიძლია რა არ შემიძლია და რაღაცნაირად აი ეს ასაკი არ შემიძლია ეხლა ასაკი დაწყლა ბაი ასაკი ხო კაი კი ბატონო ვილაპარაკოთ ასაკზე ყველა ლაპარაკობს ჩვენც რო ვილაპარაკოთ რა მოხდა მიშა მარტო ოტორინოლარინგოლოგია გიზი რა უნდა მუცლის ღრუზე არ არის
არა. მოიცა ერთი წამი. ყელყურცხვირია ბიჭო. ხო, ოტორინო ლარინგოლო. აი, სანამ მაგას მე ვიტყვი უკვე არა, ნახე, ოტორინო ლარინგოლო. არა, ლარინგოლოგი. და შენ რამდენი წლის ხარ? მე ვხდები ახლა, ანუ ეს როცა ხალხი ნახავს, ეს გა შენ უკვე მე-9-ში მაქვს 9 ივლისს დაბადების შენ 6 ივლისს. შენ უკვე გახდი. მე გავხდი 53 წლის. მე 54 წლის. მარტო მეუბერდები ამ ქალაქში. შენ რამდენი ის? მე 54-ის ხდები. მე 60-ის. არ არსებობს. ნუ არსებობს, ხა მითო ვთქვი. ცუდია. არ ვიტყვი. ბენდენა ქონდა ამას ყოველთვის წაკრული თავზე. და რომ დუტარო მოდიოდა რაღაცა ბენდენიანი ბიჭი გაიჩითა რა, ესე რა ვთქვა, ჟარგონულად და მე რა გავიცანეთ, ახლა რაღაცა სუ ეკეთე და ძალიან უხდებოდა ეს ბენდენა. ხო იცი ისეთი იყო ძალიან შენ დაიმორცხებ ახლა. და ხო იცი მე ესე რა იციან მიბაძვა თუ გადაბაძვა თუ რაღაცა გადარესტარტება საკუთარი თავების და მოკლედ გამოჩნდა ერთვენი რაღაც ვიღაცა მათგან და იმანაც გაიკეთა, იმიტომ რომ მოწონდა ახლა მივედი მე პირდაპირ. ეხლა მოიხსენე. ხო და რატო მოიხსენე? მოიხსნა. დაკეცე. რატო? დაკეცა. ჩაიდე ჯიბეში. ჩაიდე. არასოდეს არ გაიკეთო. რატო? ეგ დუტას უხდება. პირველი გრიმი რომელიც გავიკეთე ალბათ იყო პირველი ჩემი სპექტაკლი ედუარდო დე ფილიპოს აჩრდილები. პასკუალეს თამაშობდი. მეორე როლიც ჰქონდა იქ დუბლები ვიყავით მე და ზურო ინგოროყვა და იქ კიდე თამაშობდი მოხუც ადამიანსა და იქ ისე დაახლოებით ესეთ გრიმს ვიკეთებდი. აი უყურე ნახე აი. აი ეს მარტივად. ესე. აი ხაზებს გააქტიურებ. აქ ჩააგდებ ცოტა სიღრმის მიცემ ამ ადგილში, ნახე. ასე. ასე მე გადაიყვან. ამასაც ისე ჩააქრობ, ცოტა აქ კონტურებად აი რა. აჰა. ნახე. იქ შეგვიძლია რაღაცები ვქნათ. აქაც ესე. აგა ჩავაგდოთ კიდე ეს ხაზი ისედაც ჩაგდებულია, მაგრამ გავაკო უფრო აქტიური გავხადო. ხედავ შენ, ნაოჭი გააჩინე ხა შემო, ხო? ხო, აი თქვენ რასაც აკეთებთ ხოლმე, რომ არ გქონდეთ მე პირიქით ვააქტიურებ. და ის არ იცი როგორ გავაქროთ? როგორ არის, ყველაფერი ის. ეგ მე ჩუმად მასწავლებლაში. კარგი. მაგრამ რა გინდა რა, კარგად ლამაზებად ბერდებით ჩვენ. რას გაიხსენებდი და უშტაი როცა სწავლის პერიოდი იყო? ნუ სწავლის პერიოდი ჩემი ძალიან რთულ პერიოდს დაემთხვა. მე ჩავაბარე 90-ში და დავამთავრე 94-ში და ეს ყველაფერი ხდებოდა რუსთაველის გამზირზე. და მოგეხსენება 90 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ზუსტად ჩვენი ინსტიტუტის წინ იყო ბარიკადები ბეტონის დაგებული და მაშინ იყო გამოსვლები ამბავი 91 წლის დეკემბერშიც ლექციები ჰქონდა, როცა დაიწყო ომი. ანუ ყველაფერი ესე ჩვენ თვალწინ მოხდა. პირველ კურსზე ვიყავი, რომ დაიწყო ომი, მეორე კურსზე გადავიდა. ხო. აი საშინელება და ნუ რავი, იქ ვიყავით, არ წამოსულვართ თეატრალურიდან, მაგ პერიოდში ერთი დღეც არ გამოვსულვართ, იმიტომ რომ ცივი წყლით ყავსვილებდით და იქ ვიყავით და რავი, საშინელება. შენ კიდე თქვა, როდესაც ეს სამოქალაქო ომი იყო, თქვენ სწავლა არ შეგიწყვეტიათ? არა, როგორ არ შეგვიწყვეტია მას. უბრალოდ ჩვენ ვიყავით ყველანი ბიჭები იქ. იმიტომ რომ იქ იყვნენ დაჭრილები, იყვნენ რაღაცა იყო, ამბავი იყო. ისე და ნუ ყოველ შემთხვევაში მოკლედ რთული ბალღობა გადავიარეთ რა. ჩემი თინეიჯერობა ძალიან მძიმე იყო. 17 წლის ასაკში, 18 წლის ასაკში. მაგეების ნახვა ცოტა მძიმე იყო. მაგრამ ნუ მე 92 აფხაზეთი ამბავი მეორე კურსი მესამე დავიწყეთ მაგ დროს, მეოთხე კურსი ეს. მაგ დროს ჩვენ მაინც სულ თეატრში ვიყავით. აუ რამდენი რამის მოყოლა მომინდა ახლა უცებ. მაგრამ კაი იყო მე იყო ეს ალბომი. რაღაც ალკი ამბავი უნდა. ხო, მე უკვე 94-დან რაღაცა შეიცვალა ქვეყანაში ამბები, უკვე კოკა-კოლა რაღაცეები ამბები წამოვიდა რა.
პირველი ბისტრო გაიხსნა და მე მუშაობდი ამ ბისტროში, კარტოშკას ვაფუძვნიდი, კაცო დღეს 300 კილოგრამს ვაფუძვნიდი, პირველი ფრი საქართველოში ჩვენ ვაკეთებდით, მე ეგიაია და შოტიკო ბაღათურე მაშინ დირექტორი მაგისი და აი ზუსტად ჩვენი ინსტიტუტის გადაღმა. პირველი ბისტრო მალი გახსოვს შენ? ბისტრო რა ერქვა? მალი. მალი? აი ზუსტად ინსტიტუტის პირდაპირ. ხო. ძველი ბორჯომის მაღაზიაში. და მუშაობდი. მუშაობდი, აბა დღეს 300 კილოს ვფუძვნიდით. 350. ხელფასი? ნორმ? $70. მაშინ დიდი ფული იყო, ბაღს ყოველ შემთხვევაში პამპერს ყიდულობდი ხოლმე უკვე. დიდი კი იყო, მაგრამ ნუ საჭმელი აღარ ეკდა ბავშვს. მაშინ 3 წლის ვყავდა უკვე შვილი. მართლა? ხო, მე ხო ბავშვობიდან მამა ვარ და. აზრი აქვს ვახარებ. მეგობრებო, ჩვენ ახლა ვარ ცეხში. მე ვარ პირველად, არა ერთხელ ვიყავი ლუკა ნაჭყებიას ჩასაწერი. ხო და ეხლა რა მინდა გითხრა. დუტამ თავარი ინტერვიუ ჩასაწერად, აი 3 კამერიანი, 2 კამერიანი ინტერვიუ ჩასაწერად, დაგვიბარა აქ. სადაც არის მისი სივრცე, ამას გაჩვენებთ თვალი პოეტების საზოგადოება. ხო და აღმოჩნდა რომ დღეს აქ არის დაბადების დღე. აქ არის ზოუჩეკი. 8-ზე დაიწყო კონცერტი, იქაც არის კონცერტი. მაგრამ სხვა დრო არ გვაქვს. უნდა ჩავწეროთ აქ დუტა. ამოდით ვარსკვლავთან. დუტა არის ჩემი აზრით მეგობრებო ყველა თაობის ვარსკვლავი. აი მართლა ასაკი არა აქვს. თუ აი ესე ორგანულად გზობს ყველგან. როგორია? იცი როგორი ხმაურია? როგორი? ძა, რატო დამიბარე ხმაურში? დამოვიცნა რომ ეს მე დღითვი ანგარიში და არა რიცხვი და რიცხვი რომ 2 იყო ეგ ვერ გავთვალე და ახალი 3 სცენა მოწყობილი დღეს და არის ქალაქის თეატრი. რეკლამა გავუკეთოთ ამბავს. მოდი გავუკეთოთ ამბავს, მაშინ რეკლამა. ესე იგი რა ხდება? ქალაქის თეატრი, რომელიც არის დაფუძნებული ახალგაზრდა რეჟისორებისა და მსახიობების და მხატვრების და ქორეოგრაფების მიერ. მათ შორის ერთ-ერთი ჩემი ძმაც არის კოკოროილიშვილი, ნოდარ ძოწელიძე, გიორგი კიკნაძე, ირაკლი ჩხიკვაძე, ბარბარა ასლამაზიშვილი, თინა თინწულაძე. რა ვეგით, კაი კომანდაა, ანი იმნაძე და ასე შემდეგ. მაგარი ბალღები არიან, გაზრდილები რაღა ბალღები ჩვენთვის არიან ბალღები, მაგრამ დიდები არიან უკვე, გაიგეთ? გაიზარდნენ, მაგხელები რო ვიყავით, ჩვენ უკვე ბაბუები ვიყავით. და რა ხდება ქალაქის თეატრი? 4 წლის გახდა ქალაქის თეატრი, რომელიც აი ესე ამასობაში საკუთარი ხელით აშენებული, დამშვენებული, უამრავ სპექტაკლებით, რეპერტუარებით, იმიტომ რომ თავისუფალი სივრცეა
ადამიანები მოდიან დგამენ, მარტო თვითონ არ დგამენ, ყველასთვის არის ეს ყველაფერი და დღეს აღნიშნავთ დაბადების დღეს. თუთა მე ცეცხლში ვარ, მეორე პირველ ვიყავი ლუკასთან. ხო, იქით, ლუკა ეს პიონერი აქაურობის. თუმცა მაგაც აგარო იპოვეს ეს ადგილი, ვახო კანდელაკმა. ვახო აქ ცხოვრობს აქვე. ხო, ვახო ცხოვრობდა სადღაც აქ არის, ხო. ანუ ამბავი როგორ არის ამ ადგილის? ვახო მე იცოდა რომ აქ იყო ეს ადგილი. იმიტომ რომ მთელი ბავშვი ვარ გატარებული აქ და თამაშობდა ერთად. გაიზარდა. მე ბიჭები ეძებდნენ სივრცეს. ხო. ბიჭო, ჩვენ ვაპირებთო რაღაცასო, მე და ლუკაო და ზემოთ არისო დიდი სივრცეო და მიხედეთო და მოიყვანა მე დაალაპარაკა და დაიწყეს თეატრის შეერებობა გაწმინდა. თეატრი. უკან. აი ჩვენ გაპირდაპირ დავდივართ მან. წამოგინა. კი, როგორ არ მინდა. ანუ აი ყველაფერი ერთად. გამარჯობა. ვაჟა. ჩამოხვედი? ხო. როგორ ახარ? აი ვაჟა мама. როგორ ახარ? კარგად გამოიყურება რა, გაჭაღარავდი. თუთა. ხალი პოეტების საზოგადოება. ეს არის კიკნი. ეს ვისია? ეს გიორგის ინიციატივით არის ეს სათაურის. მოდიან. ეს არის გიორგი, ჩემი ძმა. მართლა გიორგი? ძალიან სასიამოვნოა. შვილძმა გიორგი. რას ნიშნავს შვილძმა? ჩემი შვილი და გიორგი არიან ტონები. რამდენი წლის ხარ გიორგი? 34-ის. აუნ გაუბაზრეთ მარიამს რამდენი წლის ხდება? უწყდებოდა და ვამაყობ რომ მე დავაბრუნე თეატრში. ხო მე დაგაბრუნე თეატრში. დიახ. მე დავაკავე სპექტაკლში ვათამაშე. სარეჟისორო დავამთავრე და დავთქვი სპექტაკლები და სპეციალურად გამთავრა სარეჟისორო რომ მე დავებრუნები. ხალხო, მომისეთ კურიერში იყო ასეთი ბლოკი, არ ვიცი გემახსოვრება თუ არა, მეოთხე ბლოკი კულტურა, რომელშიც მე არ მუშაობდი, მე ვიყავი სულ პირველ ბლოკში. ეხლა რაც მე YouTube-ში შემოვედი, მე ვმუშაობ მეოთხე ბლოკში. ამიტომ რაღაცები ეხლა რაც ხდება არ ვიცი. ამიტომ შეიძლება რაღაცა ისეთი კითხვები დაგისვათ თქვენ შესაძლოა. დაგვისი, ჩვენ ყველაფერს ნელ-ნელა ხო უნდა გავნათლდე რა ხდება. გას დალებთ? ყავას და წყალს. კარგი, გიორგი. ყავა და წყალი. ქალაქის თეატრში თქვენი დაფუძნებულია? ხო. კი. არის ვინმე? მოვიყევით, ხო. გიორგი დაფუძნებულია მეგობრებთან ერთად ქალაქის თეატრი. კი ბატონო, ილაპარაკე, მე ყავას ქალაქის თეატრი არის ამ ტერიტორიაზე ერთ-ერთი პირველი კულტურული ობიექტი, რაც გაიხსნა. ფაბრიკის ხდება დღეს. კი, დღეს ხდება 4 წლის და ცოტა ნერვიულობთ და დაღლილები ვართ, გამენახებები ვართ, მაგრამ მალე გავიდა დრო. ხო და ისეთია, ცოტა სევდიანიც არის, ცოტა მხიარულიც არის. 4 წელი მე გადავხედე და ბევრი სპექტაკლი დაგვიდგა თურმე და რაღაცა ბევრი რამე შეიცვალა, ბევრი. დაახლა 20-ზე მეტი. რომელ სპექტაკლში თამაშით დააბრუნეთ დუტა თეატრში? ერთი პატარა სპექტაკლი დაიდგა. ჯერ დიდი სცენა არ იყო აქ, სცენა არ იყო მზად და რაღაცა ფოიე იყო, რომელიც სახელდახელოდ მოვაწყეთ. რამე? აქეთ შედი, აქეთ შედი. ხო. სვადის ჩვენი კოლეგაა ესეც ხათაშონის. შედი. არა. აქ ვიშა პროცესია ძმაო, რა ვქრათ, სამზადისია. კაი. გეტყვი, ეს იყო და რაღაც 50 კაციანი დარბაზი მოვაწვეთ. ისინი გამათბობლები დაკიდა ამან რაღაცები მოიწვია და ადონებისგან ავაწყეთ სცენა და სანამ დიდი სცენა იქნებოდა და სანამ იატაკი დაეგებოდა და რაღაცა ამან მოიფიქრა და ორი სპექტაკლი დაიდგა. ერთი ჩვენი იყო და კოკომ გააკეთა კიდე მეორე. ძალიან კარგი ორკაციანები. მე და თეონა ლეჟავა თამაშობდით. ხო იცი ლელას ვაისა. აი ეგ თეონა ლეჟავა და მე ხათაშორის ორივე ძიელოები ვართ მაგისი და ხო მართლა ის არის ჩვენი დეიდაშვილის შვილია. მართლა? ხო. მართლა, აი ეგრე, ჩვენ ესეთი თეატრალური ოჯახი ვართ ამ ხუმრობაში, აი ეგეთი თეატრალური ოჯახი. მე ხა გამრავლო, ძალიან იჭერები ხარ ჩემო ძერფასო. ხო, ოდითგანვე თან, დიდი ხნიდან მოვდივართ ეგრე, ბებია პაპიდან მოვდივართ და დეიდა ბიძებიდან და ასე შემდეგ. კაი, ეს თეატრალური დინასტიის ამბავი მე გავიხილოთ, მაგრამ რომ დავიწყოთ. პირველი გვინდა ძალიან დღეს დიდი დღეა. ვინ არის პირველი სხირტლაძეების დინასტიაში თეატრთან დაკავშირებული? დოდიკა სხირტლაძე. პაპა.
ჩვენი. მანამდე არ ვიცით და მანამდე არ ვიცი. აი მომიყევით დოდიკას პოპულარიზაციაზე. მე ვერ მოვესწარი. ეს არ მოესწრო. მე მახსოვს ბებიას ეს დავყავდი ხოლმე ბაღში ეგრე თითზე მქონა ხოლმე მეკარე იყო თავიდან. თელავის ნადიყვარში თამაშობდა, კარგი მეკარე იყო. და ნუ მე მუხლი დაიზიანა რაღაცა როგორც ხდება ხოლმე და რენტგენი ეხაცა გვაქვს სამში. მურსოვანია გარჭობილი მუხში, ოღონდ პლატინის რო მუხლი დაეკავებინათ, მაშინ ეგეთ ოპერაციებს აკეთებდნენ. ხო და ნუ დოდიკა დავითი. ხო. ოფიციალურად, მაგრამ მაინც დოდიკა ეწერა. ხო და დოდიკა იყო აი მაგისტრის სპეციალურად თელავის მოსახლეობა, ბიჭები განსაკუთრებით, მაგრამ წაბობა დოდიკას გამოსვლა და შედიოდნენ ხოლმე დოდიკაზე, მაგრამ იკაიფებდნენ და გამოვიდოდნენ ხოლმე თეატრში. აი იცოდნენ რომელზე გამოდიოდა მაგის სცენები როდის იყო კი. იმიტომ რომ ძალიან ესეთი სასაცილო აი კომიკოსი იყო რა. სურათი გაქვს რომ მომცა მერე? კი, კაცო. აუ, სურათი იცი სად არის? იმაში. მიმინოში ჩვენი სახლის ქვეშ არის გადაღებული ეს მესაათესთან რო შედის. რო რეკავს, ხო იცი? იპოლიტესთან. მან და ეგ იყო ჩვენი სახლის ქვეშ, რა ძველი სახლის სადაც აქ თელავში. ხო და იმ სახლის ქვეშ პაპაჩები და ეს მესაათეც ვაკაცობდნენ რა. დოდიკაში როგორც ცნობილი კაცის თელავში კარგი მსახიობის ფოტო იყო გამოკიდებული და იქ ჩანს ამ ფილმში ის არის დეკორაცია არ არის. და იქ ფოტოში დოდიკას უჭირავ ხელში მე. ჩანს ის მიმინოში კაცობამბავი? გამარჯობა თალბატონო ნინა. და მე და პაპაჩების ფოტო არის მიმინოში. ეგ არის ჩემი პირველი დებიუტი. ვარ ერთი წლის. იმ ფოტოში. სასწაული ამბავი. დუდა, კაი და მე დოდიკა სიტყვაზე თამაშობდა თელავის თეატრში. თელავის თეატრში. კაი, მე ბებიაჩები, თინათინ ბურბუთაშვილიც. მისი მეუღლე, ნატურის ხეში შეთეს დედა. ბოროტი დედამთილი რო არის, აი ეგ არის ბებიაჩები. ხო, თუმცა ეგეც კარგი კომიკოსი მსახიობი იყო, მაგრამ მრავალ მიმართულებით, ანუ ტრაგიკული ბევრი და ალბათ თამაშები აქვს, მოკლედ მედეაც და ბებერი მეზურნეების და ასე შემდეგ. თეატრალური დამთავრებული თუ აი როგორი? კი, ოფიციალურად, აბა, მსახიობები. აი, რასა. დოდიკა იყო მე მგონი არაპროფესიონალი, მაგრამ მაგალითად რაღაცეები გაიარა. და სად გაიცნეს ბებია-ბაბუა ერთმანეთზე? თელავში, როგორც ვიცი, არ ვიცი, დედაჩემა ის ეგენი კარგად. ხო და მე არ ვიცი კარგად, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემი მთელი ცხოვრება თეატრთან იყო დაკავშირებული. დედაჩემს მაია რატო ქვია იცი? მაია წყნითელს თამაშობდა. ერეკლეს თამაშობდა ზაზა კორელიშვილის პაპამ, ვახტანგ ჩელთისპირელი, ვახტანგ მატარაძე. ჩელთისპირელი ფსევდონიმი ჰქონდა, იმიტომ რომ ჩელთისპირიდან იყო, ჩელთი არის ეგეთი მდინარე. კი, ვიცი. ხო და იქიდან იყო და აი გია მატარაძის მამა. გია მატარაძე ხო იცი ყველაზე სწრაფები მსოფლიოში? აი ხარ ფილ თბილისში ცნობს. შეხარ ფილ საქართველოს მოდებული, ხო? რა გავაკეთო? ხო. ჩვენი თავარი სიამაყე არის მაინც ეს რა. ხო. ეს თუჯის ღუმელი. აბა რა ხდება ამ თუჯის ღუმელზე? რამდენი ეს არის წლით? საოცრება ღუმელი ეკამ. ხო, მითხარი აბა. აი აქ შეუკეთებთ და აქ რომ მოდიხარ, აქ თვალი პოეტების საზოგადოებაში თელი ბუღამი რა არის, იცი რომ ჩვენ გვაქვს კარგი ჭაჭა, თელაური, ართანური. დაგიჭირდებოდ. ხო და მართლა? აღარ არის. რა ქვია თქვენ ბრენდს? რომელი ჭაჭა იყიდონ? სად იყიდონ? არა, აქ მოდიხარ, დამიწერე აქ ლექსი. მოდიხარ? და მე შენ ჭაჭას მოგხსენ. ხო? ხო. კიდე? აი ეს ლექსებია, აი. ვილაპარაკოთ, დავწეროთ ლექსები, ავირჩიოთ კოქტეილები, ჩვენ გვაქვს ისეთი კოქტეილები, რომლებიც გარეთ ხო შეამჩნიეთ პოეტების პორტრეტებია, რომელიც აქ, როცა ეს იყო თამბაქოს ფაბრიკა, ეგ პორტრეტები იყო. მაგ პოეტების გამო გადაწყდა, რომ ეს იყოს მთლიანი პოეტების შეკრების ადგილი, კიკნი მოიფიქრა რა, ჩემეთ რომ ეგ სახელი და ძალიან მომწონს. ხო და ერთი galaktioni გაფუჭებული, აი აქ არის, აი გაფუჭებული პორტრეტი, წყალი ჩამოვიდა და ეს შევინახეთ. და ამის ასლი გავაკეთებინეთ და ვარამ გაგვიკეთა მე ლამაზად ასლამაზიჩილა. აი რა არის ეს შენთვის? ეს არის ჩემთვის ბიჭო ბუღამია, არ ვიცი რა ქვია.
რაღაცა მუღამი მაქვს, რომ აი ეგეთი რაღაცები არსებობს, თავშეყრის ადგილია. მე ვარ სტუმრიანი კაცი რა, მოკლედ. მიყვარს როცა ჩემთან სახში სტუმრები არიან. მე არ მიყვარს როცა ბედამარინა ვართ მარტო. იმიტომ რომ ნუ კაი ერთი დღე იყავ მარტო მეორე, მაგრამ მესამე დღე ვიღაცა უნდა იყოს აუცილებლად. ჩემთან ვიღ ადამიანი მოდის, ნუ კარი არ იკეტება, არ უნდა დაიკეტოს სახლის კარი. ეხლაც ესია და ახალგაზრდობას ამ ჩემ მიყვარს პატარებთან, ახალთაობასთან მეგობრობა. ეხლა რას ფიქრობ, ვიცი? მარად ახალგაზრდა ხარ მართლა და იმიტომ რომ ისინი არიან შუაგულში ხარ. თეატრში, სადაც შენ ხარ, თეატრის სახელოსნო 42, ნუ ესეც არის თავისი არსით, ყველაფრით, შინაარსით ძალიან ახალგაზრდული. კი ბატონო. თავის ჭოლათი, მანანათი და ყველა იმ ახალგაზრდა. ყველა იმ ახალგაზრდი ვინცა ვართ. ვინცა ხარ? ჭოლა, ბანანა, ბაი. ქალაქის თეატრი, ასევე ახალგაზრდები. ახალგაზრდები, აბა? ხო. და აქაც ესეც არის ერთ-ერთი ყველაზე ნიერი ვარ მე. ხო და ეს ეთყობა, აი როგორ გონია, რატომ გიზიდავს ესეთი ადგილები, სადაც ბევრი ახალგაზრდა იყრის თავს? გეტყვი. ჯერ ესეთი მე თვითონ ვერ ხვდები რომ დავდედი. ხო. წინ ვერ ხვდება. მე ვარ დარჩენილი სარდაფში რა, აი ბოლო სამბროშიანი რომ ვითამაშე, მაგასაკში ვარ ჩარჩენილი. პირველი სპექტაკლი. მოკლედ წინით 30-ს ვერ გადავწდი. არ მემატება რა ვქნა, რა გავაკეთა. მართლა? ხო, არა. და ტყილია, არიზდება მე ადამიანი, გამოცდილებას იცეს თორე აზროვნება, ამბავი, ჩამოყალიბება, აი 27-28 წლის ასაკში ან ტარდება და მე ხარ სუმანდ. და მე რაღაცა დროს გადაწყვიტავ რომ შე დავბერდი. და ეგ არის, მე ეგეთი დაკვირვება მაქვს. მე ჯერ არ გადამეწყვეტი. ჯერ ესეთ მიყვარს თან რომ არ ვიყო ჯაჯღანა მშობლები რო არიან რომ მამათა და შვილთა ბრძოლა რო არ იყოს მუდმივი. მიყვარს როდესაც ჩემ შვილებს ვუსმენ. ნუ რაღაცა დროს გარდა ტეხის ასაკები რომ დაამთავრეს, მანამდეც მე ვუსმენ ჩემ შვილებს და არა ის რომ მე რაღაცა ისინი ჭკუა ვარიგო. არა, როგორც თვითონ და ისე ცხოვრობი და მაქსიმალურად ხელს ვიწყობ რომ ისე იცხოვრო როგორც თვითონ უნდა. მშობლებსა და შვილებს შორის თავარი უნდა იყოს ის რომ რაღაცა ერთმანეთის სანდოობა მოვიპოვოთ, მე მგონი. იმიტომ რომ არ არის ეს რომ მე შენზე ჭკვიანი ვარ, იმიტომ რომ შენზე მეტი ვიცხოვრე. არ არის ეგ სწორი. მე ხა ვიძახდი რა პიონერებში ის მილიონი სისულელი კიკინი დავდივარ და რაღაც აყურეები დავირჭერო. რაღაცნაირად იმ კომუნისტური წნეხისგან ჩემი ტვინი გავათავისუფლო. მილიონი სისულელეს ვაკეთებ. ვიბრძვი საკუთარ თავთან რა თქმა უნდა, თუმცა რაღაცებში ამოხტება ხოლმე ეს იმდროინდელი სისულელეები, რომელიც გვიტანეს თავში მაგრად რა. აი რაში ამოხტება? რა დაგვიტანა შენი აზრით? აი რისგანაც ვერ გავთავისუფლდი? აი თავისუფლება არ აქვს აზროვნებაში. აი ქუჩაში ვიღაცა შეუულია მომაძახოს და აი კაი ეს აყურე. ვინ გეკითხება? ეხლაც? არ არსებობს. ხვერთო ჩემო. არის. და ნუ აი ვერ გამოდიან მაგინიდან რომ ნებისმიერ ადამიანს შენს ბიჭო ვეუბნები შენს რაც კიდე ის გააკეთე. ამ კაცმა კარგი რაღაცა თქვა რა. ტრადიციებზე როცა ლაპარაკობ მარტო სუფრის რაღაც ტექსტებზე არ უნდა იყო აწყობილი და ვიღაცისგან მოსმენილი. სუფრა კი იყო აკადემია მაშინ, როდესაც რუსებმა აკრძალეს ქართული ისტორიის შესწავლა ჩვენ ქვეყანაში. და ყველაფერი იქნეს იმისათვის, რომ საკუთარი წარსული წაგეშალა და ილია ჭავჭავაძემ დავით აღმაშენებელი მაგიტო დაწერა მერე რომ და იმიტომ დაიწყო იმ სიტყვებით, რომ ერის დაცემა და გათახსილება მაშინ იწყება, როცა ერი თავის და სამწუხაროდ საკუთარ ისტორიაზე ვიწყებს, რომ იმიტომ დაიწყო, ამით რომ ნელ-ნელა რაღაცნაირად ყოფილიყო ისე, რომ დაინტერესებული იყო სამყარო, საქართველო და რაღაცნაირად წარსულზე გქონოდა ორიენტირი და რაღაცნაირად იმაზე აწყობილიყო და მე ახლა რუსებმა ახლა თქვენ რა კარგად ვღერი ხარ და თქვენ რა კაი ხალჭაპურს აწყობ და თქვენ რა კაი მოკეიფე ხალხი ხარ ეს მეომარი და მიწათმოქმედი ხალხი უცბად აქციეს მომღერალ და ხინკულინარ ხალხად და ეგრე არ არის რა ტრადიციებით გაინტერესებს მაშინ უბრალოდ ღრმად უნდა წახვიდე საკუთარი ისტორიაში და მაშინ აღარ დასვა ეგეთ შეკითხვას და მაშინ თავისუფლების ხარისხი შენში გაიზრდება ადამიანისში და ნებისმიერის თავისუფლებას ემპათიის. თუმცა არსებობს რაღაცეები, რომ ადამიანები ახალგაზრდა თაობა მით უმეტეს იმ თავისუფლების ეგიდით უცბად თავისუფლება და უზრდელობა ერთმანეთში ერევათ რა, იმიტომ რომ მე ჩემი თავისუფლებაც რო არსებობს ეგ ავიწყდება.
და რაღაცა ჩარჩოები ამ თავისუფლებას, როდესაც საზოგადოებაში ხარ და ვინმესთან ერთად. ხო, რა თქმა უნდა. იქ რაღაცა ზღურები არსებობს და უზრდელობაში რო გადაგდეს, ეგ უკვე თავისუფლება აღარ არის. ჩქარა. მეგონა. შედაგული ხარ. ეს არის ბარბარე მეთქი რო გითხარი ასლამაძე? გამარჯობა. აი ეს იყო აი ამხელა თელავის თეატრში მაგალითად და იქიდან ვიცნობ მე ამასობაში ბავშვი. მალხას ასლამაძიშვილის არაჩვეულებრივი ხო მომიკითხე მამა ეკახო ფერიასგან მოკითხა. ეს რატოა ეგეთი იცი? ეს იცი რა არის? აი ეს მდგომარეობა. ეს მდგომარეობა. ეს არის ჩაიდანი. ჩაიდანი? ხო, ეწოდებს ხო ვაკეთეთ პირველ კურსზე მისაღებზე რაღაცა და ჩაიდან ძირითადად ვაკეთებთ ესე რა და ვასხამთ და ცხელდებით და დუღდებით და რაღაცები და ეს არის გადაობა იყო და ეგეთი ლოგო გავაკეთეს მე ბარბარემ გააკეთა ეგეთი. აუ რა კაია. კეთილი იყოს შეხვედრების ფეხი ქალაქის თეატრში. დავედით. შერეკილები, არა გამოუვალი მდგომარეობა, ეს არის ალტერნატიული სცენა, ეს after party, twice. მახარა შეუბერავს. იცი ვინ არის მახარა? გიორგა? ხო. მართლა? ოღონდ ის მახარა არა, მსახიობი მახარა. მსახიობი მახარა. კი, ხუჭიჭამ. რა კაი ხალხი შეცდეს მაქსიმე. შეცდეს მაქსიმე. წავედით. ადრე ვიყავი იდეალურად და ეხლა ვარ გადასაღებად. აი რას ნიშნავს იდეალურად, რას ნიშნავს? ადრე ბევრს ვსვამდი და ეხლა ვეღარ ავსვამ მაგდენს. აღარ. აი ეგ მახსენებს რომ დავბერდი. ხო, აი რაში გამოიხატება ნაბახუსებზე. ნაბახუსები ყოველთვის რთული მქონდა და ამიტომ ყოველდღე ვსვამდი ხოლმე იყო. მოკლედ ვიტყვი აპოლიც კაი მქონია. ნუ აქეთ ბარია. როგორ ხამით? აი აქეთ, მოდი ჯერ ბარს განახებ და მე შევიდე. აქ იყო დარბაზი, ეს იყო, აქეთ იყო სცენა მოწყობილი, ესე პადონებით ოდნავ ამაღლება და აქ იყო ესეთი პოდიუმი, ანუ ამფითეატრის პრინციპი და აქ ის და 50 კაცი და ზემოთ გვეკიდა ესე გაცბობა. რო არ შეციებოდათ. მართლა? ხო, და ეგრე თამაშობდით. რას? 4 წლის. 4 წლის წინ. ეს ამბავი. და იდეა ამ თეატრის აი იქ მაგალითად ის რო ითამაშეს ის ქორეოგრაფიული სპექტაკლი, იქ საერთოდ კულისა კედელი რაღაცები არ არსებობდა. უბრალოდ აი დარბაზი იყო და რაღაც ლინოლეუმების დაფლეთები ეყარა და რაღაცები ესე მოხერხდა და ვითამაშეს უბრალოდ. მაგრამ ვითამაშეს ვამბობ, იმიტომ რომ რა ვიცი, ჩემი ძმის და ჩემი მეგობრების შვილების არის, წარმოიდგინე, ახლა ვასიკო შვილი არის აქა და გია შვილია და რა ვიცი, აი მალხაზის და უცად ჩემი შვილძმაც მაგარია რა. ანუ რეალურად მოხდა რა, რომ თქვენმა შვილებმა გააკეთეს თავისი თეატრი, ქალაქის თეატრი. ეგ არის ხო? ისე იგი ეს რამხელა სიყვარული და რამხელა ამბავი ჩაუნარგეთ ასე ხარ ბავშვები. როგორ მოწამლეთ მართლა ეს ბავშვები, რომ ეს გახდა მათი ცხოვრების თავარი შემადგენელი და იცი რა მითხარი დუტა? როგორ შეადარებდი დაუშვათ ასე დიდი ისტორიის მქონე თეატრში თამაშს და აი თეატრში რომელიც ახლა იწყებს. აუ აქაური აუ იცი როგორი სხვა დამოკიდებულება საერთოდ ჯერ ესეთი შიგნითაც ყველა ნებისმიერ ნიუანსი სიყვარულით არის. ნებისმიერ ზამარი სიყვარულით, აი დევს სიყვარული ეთყობა, იგრძნობა, მოკიდებ ხელს ენერგეტიკა მოყვება სიყვარულს. მაყურებელი იგივე. აქ იყო სლოგანი ეგეთი, ყიდულობ ბილეთს, აშენებ თეატრს. იმიტომ რომ ის ფული მთლიანად მიდის თეატრის პროგრესზე და განვითარებაზე. მე არ მქონდა სათამაშოების სახლში, ამჭირდებოდა, იმიტომ რომ
თეატრის სარეკვიზიტორო იყო ჩემი სათამაშო ნინა ბებოსთან. შევქანდებოდი ხოლმე და ხმლებიც მქონდა, თოფებიც მქონდა. უღოთ უფრო ნამდვილებს რო გავდა, ვიდრე სხვებს. ვიდრე სათამაშო თოფები, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ზოგი ნამდვილებიც იყო. ხო. და რა თქმა უნდა მე ისინი მიყვარდა ხოლმე. გაფუჭებული უხრიტავდნენ ლულას და ნამდვილი კარაბინები თუ თამაშობდი ხოლმე უბანას მოკლედ რო გითხრა და გიორგიც ეგრე გაიზარდა რა. არ ვიცით სხვა ჩვენ სხვა პერიოდი არ გვინახია ცხოვრებაში თეატრის იქით არ ვიცი. შენი ვაკის პარკი ისტორია. აგინა მაგას ნუ მომაყოლე. რატო? რავი, მარტო დალევას უკავშირდება ჩემი ვაკის პარკი. მართლა? ხო. ვაკის პარკში დასალევად დადიოდა, მე დავდიოდი. მე ვარ თელაველი და ჩამ მე იმიტომ მე ნადიკვარი მაგისტრის ქონდა თელავში ნადიკვარი ბავშვობაში. ხო. და დავდიოდი ნადიკვარზე ხოლმე. და ჩემი პირველი კონცერტის ღამურების ნადიკვარზე გქონდა ერთი საზაფხულო თეატრი იყო და მან. აი პატარა ბავშვიც რო ნახო თელაველი. ხო. აი ბალახზე ხო არიან წამოწოლილები. ზესუმზირას რო ჭამენ ესე ხელში დაიგროვებენ, ადგებიან, მერე წავლენ ურნასთან, ჩაყრიან, ბალახში არაფერს არ ყოჩა. თუ ვინმე ყრის, მერე თელაველი ეტყვის, აგე ურნა ეტყვის და არ არის თელაველი. მოსულია. თელავში ეგრეა. რაღაცა მოფრთხილება იციან ქალაქის და მაგრამ უყვართ იქაურობა და აი ჩვენი ეს ვაკის პარკი ჩემი იქ იყო ატრაქციონები ამ მაშინ ჯაჭვები რამე გასროლები რაღაცა აი ესე ხო ვაკეთებდით გახსოვს ანუ ხო დატრიალდებოდი ესე მე ესე ფეხს კრავდი და ესე დაატრიალებდა და იქ ნაძვისთვის ხელი უნდა მიგერტყა და ხო იცი რა არის ხო მანქანებიც იყო და მანქანები ხო მე ერთხელ დააყენეს მხიარული გორკები თუ რაღაც ვისელი გორკი ერქვა აქაც რო იყო ეგ უკვე ცოტა მერე ალბათ ხო მერე დააყენე ბავშვობაში ძირითადი სათამაშოები საქანელები რა იყო გემები ნავები უბრალოდ ნავები აი დუდას ხირკვალზე აქ და ახლა როგორ გძნობს თავს რა როგორ ხარ რა ისე გაურკვევლობაში ცოტა რო გითხრა გადასარევად ვარ თქო მოგატყუებ მე კარგად დავარ და რა ვიცი ჩემი მეგობრები კარგად არის არ არის ეგრე ხო რთულია დღეს იყო კარგად თან ერთადერთი ჩემი საყვარელი როგორც შენ ახლა დაიწყე შენი საყვარელი საქმის კეთება და მე ჩემს საყვარელ საქმეს დაუბრუნდი ჩემმა ძმამ თქვა კიდევაც რომ მაგან მიმაბრუნა თეატრში 4 წლის წინ და აქტიური ცხოვრება დავიწყე თეატრში. ხო. რო ტელევიზიაში იცი რომ გავეშვით. ხო. ხო და პირველი ადამიანი ხარ ვისაც ახლა კამერების წინ ველაპარაკები. ხო და იცი შენ რომ ოღონდ ძალიან ბევრი წლის მერე. როდის ქონდა ბოლო ინტერვიუ? არ მახსოვს. იმიტომ რომ მე არ ვიცოდი ესეთი ექსკლუზივი თუ მყავხარ. მე მითხრა ნინო ქაჯაიამ რომ ეკა იცი აბა დუტას დაურეკეო საინტერესო იქნება და მე ისე დაურეკე და დუტამ არა ეკა მე ინტერვიუებს არ ვიძლევია არ ვიძლევი ესეთი ხალხი ნათქვამია ხო მე ხა ინტერვიუებს არ უბრალოდ მე დავანებე საჯარო არსებობას თავი ძალიან დიდი ხნის წინ ერთადერთი რაც იყო ხოლმე რომ ნუ რამე გადაცემა წამეყვანა და მაქსიმუმი ეგ იყო დანარჩენი ან ჟურნალისტებთან ურთიერთობა შეწყვეტილი მქონდა ბევრი წელია
აი რაც დუტა უთოშიაც არის რო იძახმენ, მაშინ ჯეოსელში ვიყავი, ჯეოსელი რო არსებობდა. ხო და აი მაგის მერე რა არის იცი რომ ტელევიზიაში როცა ხარ და ქუჩაში ბავშვი რო დაგინახავს და რაღაცა აღფრთოვანებული თვალებით რო გიყურებს რო გიცნო რაღაცა ეს შემოხდა და ფოტო გადავიღე რაღაცა მაშინ აცნობიერებ როცა ტელევიზიაში იწყებ მუშაობას რომ უბრალოდ არ შეიძლება რომ მარტო ტელევიზიაში აკეთო ის საქმე რაც დაგავალეს თუ რაღაცა ახალი მომავალი თაობა შენ რაღაცნაირად გიყურებს, მაშინ რაღაც პატარა ისე ირიბად, ესე პირდაპირ კი არა. რაღაცა დადებითი მაგალითები უნდა მიცე რა ადამიანმა. პოზიტივი იქნება ეს, შრომის სიყვარული იქნება. ხო და ნახე როგორი რამე მოხდა. რაღაცა ბევრგან მუშაობდი რა პარალელურ რეჟიმებში, რომ იქ ჯეოსელში ვიყავი, იქ ტელევიზიაში რაღაც ვიყო და სპექტაკლებს თამაშობდი ერთიათში, მეორეთიათში, რაღაც გადაღებები მქონდა, მაშინთან ისეთი პერიოდი იყო, რომ კინოშიც მიღებდნენ. ხო და რაღაცა რომ აი ბევრი შრომა ასწორებს რა, წარმატების ერთ-ერთი ფორმულაა, რომ როგორ არის, როგორ შეიძლება გახდე ადამიანი წარმატებული შრომით. კი ბატონო. როგორც კი ეს გახდა ესეთი თიანი ფრაზა, ესე ამბობენ ხოლმე? გინდა? ვიაროთ. წამო, ხო. ხო, კაია. თიანი ფრაზა დუტა უთოშია? უთოშიც, დუტა და ყველგან დუტა. უთოსაც რო ჩართა დუტა, მაგრამ ეს შენ გინდა მითხრა რომ ამ ფრაზის მერე შენ დაგემართა რა? გაიგე, უცად ის რაც მე მინდოდა რომ ყოფილიყო რაღაცა დადებითი. გახდა ისეთი რა, აუ აკაჩენა ხარ და რაღაც ხო ეგრე გადაავდნენ ხოლმე სადმე რომ მე თან ბევრს მოგზაურობდი ქვეყნის მასშტაბით, იმიტომ რომ ჯეოსელთან ვიყავ მიბმული და ჩვენი პიარის მთავარი ნაბიჯი იყო, პიარის მთავარი ნაბიჯი, რომ შენ თორმა მიხვიდე შენს მომხმარებელთან. ხო, იქ პირველი გაკვეთილია და. კი ბატონო. ამიტომ რადგან ბევრს დავდიოდით ხან სამეგრელოში, ხან ხოლოში, ხან თელავში, ხან გურჯაანში, კი. ხო და აუ აკაჩენა ხარ აკაჩენა. შენ გახსოვს დღე, აი დადგა დღე, როდესაც შენ ამის გამო დაკომპლექსდი და გადაწყვიტე რომ მე აღარ მინდა. აბა რა მოხდა? რა ვიცი, შრომა დასაცინი რა ხდება, მაგრამ იტყდება რა უბრალოდ, მეტი არაფერი. იქნებ დასაცინი კი არა, მოდი რაღაცა სახელის დავერქვა, ცოტა შურიც არის. არ ვიცი, შური რა იყო. ხშირად ადამიანებს სხვისი წარმატების შურთ, ხო, ეგეც არის ზოგჯერ. არა. მოდი ვილაპარაკოთ ტელევიზიაზე, რომელმაც ძალიან დიდი ადგილი დაიკავა შენს ცხოვრებაში. ხო, ძალიან უცნაურად აღმოჩნდი ტელევიზიაში. ხო. ქედი ტივი იყო ასეთი სარეკლამო კომპანია, არსებობს დღემდე. იყო ჩემი სახლის პირდაპირ, პირველ სართულზე. მაშინ სპრაიტი რაღაცები ხო მე YouTube-ზე არა ვარ, ხო. YouTube-ზე ვარ, კი. ხო, ამიტომ მაშინ რაღაცა Coca-Cola რაღაც ბისტრო გააკეთა, იქ ხო ვიმუშავე და მე სპრაიტი რო შემოვიდა, მაგის აქციები დავიწყეთ და მე ჩემი მეგობრები რაღაცა აქ რეკლამებს წერდით ხოლმე. აი 10 ლარად რა. ხმას ვადებით 10 ლარი მაქსიმუმი იყო. და ნაცი შოკოლადის რეკლამა გავაკეთე. ხო და 40 ლარი გადამიხადე. რას ლაპარაკო? ხო. 40 ლარი, კაცო. 40 ლარი გახმოვანებაში. მაშინ. აი სერიის გახმოვანება 10 ლარი რო ღირდა რუსთავი 2-ზე, მაშინ გეუნე. და ნაცის ძალას ვერაფერი შეაჩერებს, აბაბოქრებული ტყის თხილის ნაკადი თუ რაღაცა ეგეთ რაღაცა ფრაზები იყო და მოგე იქ რაღაცა შოკოლადი ესე ფერსეთ გეუნე, ძალიან პომპეზური და ესეც იყო, აი ჰერაკლე იყო რა, ჩაულებრივი, მიჯა ეჭირა ესე რაღაცები. აი ეგეთი ნაცის შოკოლადი იყო და კიწო მეუნება ბიჭო, შედახმოვანებ მაგასო? ზურა. ну თხარი ხო მოდი ერთი ჩვენთან და გახმოვანებაში დამიძახეს და აბსოლუტურად შემთხვევით აღმოჩნდი ზურასთან და ჩამაბარეს სერიალი ბლანკოს სერიალი ბლანკოს ქვრივი ალისია გუარდიოლა, იუსტინო ბრინიონი, ალფრედო, მეგათეო და ეს კაცები იყო ჩემი ამბავი და ნონასი იყო ქალები.
მაგას მოყვა მე გვადალუპე, ნაზიშხამი. ყველა კაცი შენახმოვანები. ხო, ეგრე ვართ, ორი ადამიანი ახმოვანებდა ой, სერიალს. რასავე, გარვიცოდი. ხო, მე მოყვა ამ სერიალს. იმიტომ რომ არ ამოდიოდი ხოლმე ზემოთ. მე მე 17-ზე. საინფორმაციოდ ვიყავ დაკავებული. შეძადგეცალა მაგას. სადგეცალა, ხო. მაგრამ იყო დრო? რომ ვახმოვანებდით სად, იცი? კურიერიდან კურიერამდე. აი ლურჯი ნაჭერი რო იყო გაკრული. აი მაგდროინდელი ვარ მე რა. მე ხო ის ვარ. აი ლურჯი ნაჭერში რო იყო შეფუთული გახსოვს და ინკრუსტაციაზე რო გადიოდა კურიერი. აი მაგდროინდელი. აუ, თუ წანა იყო ის. ეგ ლურჯი იყო. და ხო. ნიკა და ნათია გავიდოდნენ ხოლმე? ხო. შევდიოდი ჩვენ ვიწყებდი კურიერიდან კურიერამდე ვახმოვანებდით რა. მე და მამა ჩემი ვიყავით ჩვენთან ვის უნდა 20,000-ში. საახალწლო ვის უნდა 20,000 იყო და ზარი ახლობელთან იყო ლევან ბერძენიშვილი. და ეს ლევან ბერძენიშვილი ბატონ ლევან აღარბას რაღაც კითხვა იყო, რაღაცა ძალიან მარტივი და დარწმუნებული ხო და დიახ, 100% დარწმუნებული. 100% დარწმუნებული. ხო და შენი პირველი ტელეპროექტი იყო ვის უნდა 20,000-ი. რომელიც მე არ მინდოდა. რატომ დუდა? მე არ მინდოდა ეკრანზე გამოჩენა. და ეროსი რომ მითხრა რომ შენ უნდა იყო კასტინგიო რაღაცა ისე ჩაწერეთო რა მე ვთხარი არა თქო არავითარ შემთხვევაში თქო მე ზურამ რაღაცა მე და შენ დავსხით უბრალოდ მე და შენ ჩავწეროთო და ზურა კიწო დამეჯდა მე რაღაც ფურცლები ავიღე კამერა ჩავთეთ ერთ-ერთზე ვისხედით ერთ პატარა ოთახში და მე და ზურამ ვითამაშეთ რა და აი გვინდაო მითხრა ეროსი მე ვთხარი არა თქო არ მინდა რა ტელევიზორში გამოჩენა თქვენ. აი, მაშინ ესეთი ამბავი იყო ტელევიზორში, აი ხა. აი, ნახე როგორი რამე იყო, მაშინ ჟურნალისტებსაც ჰქონდა ეს, რომ ჩვენ ტელევიზორში არ გვინდათ, რომ ეს პრესტამი, მაგრამ არა, სხვა რამე არის, ნახე, მე მაგალითად ეხა ქართველი კინორეჟისორები, რა ვიცი, მაგ მიზეზით, რომ ზედმეტად გაცვეთილი სახე ვარ, არ მიღებენ კინოებში, მარტო კომერციულ რაღაც პროექტებში მიღებენ. ხო და ისე როგორც მსახიობი და მგონია რომ რაღაცა ასე თუ ისე ცოტა გამეგება ჩემ პროფესიაში. სამწუხაროდ ვერ ვიმუშავე ქართულ კინემატოგრაფში ყოველ შემთხვევაში. ერთი იყო ეს ბოლოს ბესე სოლომონაშვილი მენდო და გადავიღეთ ბოსტანი კონფლიქტის ზონაში 2018-ში და ვთვლი რომ რა ვიცი კარგი იყო, კარგი სამუშაო იყო და კარგი რაღაც გამოვიდა საბოლოო ჯამში. დუდა, არის რამე კარიერულად საქმიანობის კუთხით, რაზე შენ ნანობ? აი, რასაც შენ შეცვლიდი? არაფერს არ შევცვლიდი საერთოდ. მიუხედავად იმისა, რომ ვთვლი, რომ ტელევიზია არ უნდა ამერჩია და არ უნდა დავთანხმებულიყავი მაშინ. მაინც ხო, არ შევცვლიდი, მაინც ისე იქნებოდა, როგორც ეხლა არის და რა ვიცი, ჩემთვის ცხოვრებაში უამრავი გამოწვევა იყო, რაც ჩემი გადამოსახედიდან აძლიერებს ადამიანს და რაღაც ესეთი ტრაფარეტული ფრაზები უნდა ვთქვა, მაგრამ ნუ რა ვქნა, ჩემთვის იყო უამრავი გამოწვევა. უამრავ გამოწვევაში უამრავი გამარჯვება იყო, უამრავი დაცემა იყო, მაგრამ ეს ჩემთვის არის ძლიერი ამბავი. ხოლო და მხოლოდ გამოცდილება რავი, შვილები. უპირველეს ყოვლისა, ჩემი თავარი მიღწევა მგონია რომ შვილებია და დუტა, მომიყევი შვილებზე, ვინსად არის, რაც შეიძლება რომ მოვყვეთ, იმიტომ რომ ვიცი რომ ჩვენ შვილებს არავის უყვართ, როდესაც მათზე ბევრს საუბრობ. მაგრამ ძალიან არ უყვართ. აი ესე ბახშები, თუ კიდე სახელების გარკვევას. ხო, აი, ვინსად არის? ამჟამად აი ამ წუთას ნინი და ლუკა არიან რომში, მარიამი ფრაიბურგშია, გერმანიაში. ნინი და ლუკა რომში რას აკეთებენ? გუშინ ქონდა ლუკას გამოფენა თავისი პედაგოგთან და რამდენიმე მოსწავლესთან ერთად გადაწყვიტა პედაგოგმა რომ გაეკეთებინა დიდი გამოფენა და ლუკას ნამუშევრების მოხდა ამ გამოფენაში და რას ლაპარაკობ? ლუკა რამდენი წლის არის? 22-ის. ასა. ხო, ქანდაკება აირჩია თავის დროზე და ეხლა კიდე რაღაც სიახლეები აქვს რა, რავი, ნახოთ. უნდა რომ სხვა მიმართულებითაც წავიდეს და მე მაქსიმალურად ხელს უწყობ. ნინი ფერწერაზე, ანუ რომის რუფაში სწავლობენ, ნინი ამთავრებს ახლა დიპლომს იცავს. მაგაზია წასული რომ სადიპლომო გამოცდები აქვს.
ხო და ფერწერა აირჩია. დუდა. რაღაც თითქოს მარტივი კითხვები. რა არის სიყვარული? არჩევანია. აი საკუთარ თავთან რო გამოწყდები. რომ ეს არის ჩემი არჩევანი, დამთავრდა. მე ეს ავირჩიე და აი ამ ადამიანს უნდა დავუთმო ჩემი რაღაცა ნაწილი. ეს არჩევანი თუ არ გააკეთე, ეს ყველაფერი შეიძლება იყოს დროებითი. ეგ არის არჩევანია, რომ აი მოდი მე მინდა ჩემი ცხოვრება დავუკავშირო ამ ადამიანს, ამ ადამიანით ვიარსებო და მამაკაცის გადმოსახედიდან არაფერს არ ვაკნინებ, თანასწორობა კი ბატონო. იმაში რომ უნდა მე ვიშრომო, შენც იშრომო, ყველა მიშრომოს, ყველას თავისი უფლებები გააჩნია, თუმცა ვერასოდეს ჩვენ ვერ ვიქნებით ერთნაირები, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, ვერ დამარწმუნებს ვერავინ, იმიტომ რომ სხვანაირად ფიქრობს ქალები, სხვანაირად ფიქრობს კაცები. და სხვა აზროვნებები გვაქვს. პრაგმატიზმი მეტია აქ, იქ ჯერ ესეთი ძლიერები ხართ იმ ამბავში, რომ უამრავ რამეზე ფიქრი შეგიძლიათ და ჩვენ არა. შეგვიძლია ფიქრი όμως ყველაფერს თავისი ადგილი აქვს ყოველთვის. აი ამაზე ეხა ამაზე ვფიქრობ. მე ამაზე ვფიქრობ, მე ამაზე ვფიქრობ. ხო. თქვენ შეგიძლიათ აი. ზოგადად ხოჩი როგორ ამბობენ, რომ აი ქალი ხო ერთს ფიქრობს და აალაგებს 1000 სცენარს და ხო გონია რომ კაცი ეს თურმე კაცი ამას საერთოდ არ ფიქრობს და თუ გინდა რომ გააგებინო, მოკლედ ჩემი სცენარი პირდაპირ უნდა უთხრა კაცს, რომ ესე და ესე და ესე. ეს ლაპარაკი არის. ეს ლაპარაკი არა, ხო. მე რო ხვდებით რომ როგორ გელაპარაკოთ თქვენ, ხო. დუდა რა ემართება გრძნობებს წლების შემდეგ? აი რაში გადადის? როგორ შეინახავ გააჩნია? აი ხო, აი შენ როგორ ინახავ რა? ამ ურთიერთობას. მარტივ რაღაცებზე ლაპარაკი. სახლიდან გადიხარ, სახლის მოხვედი, 1.25 და 20 წამი ჩახუტება. რაღაცები, ეს ყველაფერი მუშაობს, ეგეთი პატარა წვრილმანი რაღაცეები, უცებ აი ეს არსაიდან უცებ ყავა გაუკეთე მიეცი. დღეს რა გაგიკეთო საჭმელი, რა მოსულა ეგეთი რაღაცეები, რა სულ და მე ეგრე მიყვარს რომ ვანებივრებ ჩემ ოჯახს. თუმცა მანებივრებენ ისინიც. ხო და ეგრე ვანებივრებთ ერთმანეთს და უფრო ადვილი გამოდის მე შენარჩუნება იმ რაღაცა გრძნობების, რომელიც თავიდან ესეთი ძლიერი იყო და ალბათ ეხაც ეგრეა თორე აბა რა გვინდა ერთად. არავინ არ გვაძალებს, აღარ არის ეგ დრო რომ მეზობელი რა სიტყვის და ვიღაცა რა სიტყვის. რავი, თუ ხარ ერთად გინდა ყოფნა და იმიტომ და თუ ისევ იმაზე ვფიქრობთ ვინ რა სიტყვის მაშინ ესე იგი აი ლენინის ძეგლთან ფიციდან ვერ გამოსულვართ ჯერ. დუდა, ვინ რა სიტყვის? იყო პერიოდი, როდესაც შენ ეს გადარდებდა? რა თქმა უნდა. მაგის გარეშე როგორ ვიქნებოდი აბა. ისეთი როცა უცბად ხდებით არ მithumetes ეგეთი პოპულარული როგორც მე 2000 წელს გავხდი. 2002 წლის 2000 წლის 2 სექტემბერს გავიდა პირველი გადაცემა. და მეორე დღეს აბსოლუტურად ყველა მომესალმა სახელით. მეორე დღეს. ვა ბატონო დუტა გამარჯობა და ეს იყო კოშმარული შეგრძნება, იმიტომ რომ დავიზაფრე, დავიმალე. რასამბო? ხო, მე მივხვდი რომ მე როგორი მოქცევაც მიყვარდა და ჩემი ხარისხი თავისუფლების იყო, აი. ხო რა. ყირაზე გადავდიოდი და ეს უნდა დააოკო ეხა. იმიტომ რომ მე კი ვიქცეოდი რაღაცნაირად გიჟივით, მაგრამ ნუ ამას თავში აუვარდაო და არავინ არ იცის რომ თავში კი არ ამივარდა. ეს იყო იმისი პატარა პროცენტი, რასაც მანამდე ვშვებოდი. ნუ გამირბოდა ხოლმე რა, უბრალოდ პირიქით მაქსიმალურად დავსიკავებდი. შენთან დაკავშირებით შეიძლება მე არ გადავნებდი აქტიურად თვალს, მაგრამ შენთან დაკავშირებით სკანდალები არ მახსოვს მე. არა, ხო, აი რაღაცნაირად ესეთი იყავი. ყოველთვის დუტა იყავი რა, აი რაღაცნაირად. რამე სკანდალები და ერთადერთი იყო ხოლმე რომ რაღაცა დავლევდი, ყველა იგებდა რომ დავლე.
მართლა? ურო აქვს ეგეთი სიმთვრალება. აუდუტა და მწვარი ვნახეთი. მოგიყვებია და რო არ გახსოვ. დუტა. დღეს გცნობენ ქუჩაში? კი, ბავშვები? ბავშვები. ბავშვები უყურებენ ჩემ პატარების YouTube-ში უყურებენ ძირითადად და რავი ხო, პატარები უფრო, აი რაღაცა შუა ასაკი, აი ეს გარდატეხის ასაკი ნაკლებად. მაგრამ ნუ ეგრეა. ხო. როგორც მალე ხდები პოპულარული, ნუ თვათ ისე მალე არა, მაგრამ დრო უნდა და გაქრება მალე მარტივად. ეხლა რომ დაფიქრდე, არის თუ არა რაღაც ისეთი პროექტი, რასაც შენ გააკეთებ. მაგალითად ტელევიზიაში. არა. არანაირი ტელევიზია. რატომ? არასოდეს არ მიყვარდა. უბრალოდ ლევანი მასწავლებელმა ერთი რამე მასწავლა ჭოლაზე მაქვს ლაპარაკი, რომ ჩვენი პროფესიები პირდაპირ პროპორციულად დამოკიდებულია ჩვენს მაყურებელზე და მაყურებლის პატივისცემა არ უნდა დავიკიდოთ არასდროს და უნდა უპასუხოთ ყოველთვის და სადაც არ უნდა იყო თუ ეს მაყურებლისთვის კეთდება მაყურებლის პატივისცემა უპირველეს ყოვლისა. ამიტომ შენ არა გაქვს უფლება გააკეთო ნახევარ ფაბრიკატი ან რაღაცა ისე არ დაიხარჯო ჯერ ესეთი ჩვენი პროფესია პირდაპირ ითვალისწინებს რომ შენი პირადი არასოდეს არ უნდა გამოწიო წინა პლანზე შენ რა ხასიათზე ხარ ეგ არავის არ აინტერესებს ხო? შეიძლება ოჯახში ტრაგედია გქონდეს, მაგრამ სპექტაკლი ითამაშო, სცენაზე გამოხვიდე, გადაცემა ჩაწერო, ისე რომ არ უნდა შეგეტყოს ეს ყველაფერი. მაქსიმალურად უნდა დაიხარჯო. თუ რამეს აკეთებ 1000%-ით, 100 არა. ხო და ნუ მე შინაგანად რაღაც გამჯდარი მაქვს და მიუხედავად იმისა, რომ დიდად არ გიждდები ტელევიზიაზე, არასოდეს არ გიждდებოდი, მაინც მუშაობდი, ნუ რა ვქნა, ცხოვრება მოიტანა რომ უნდა იმუშავა ეგეთ რაღაცეებში ხანდახან, იმიტომ რომ მარტო თეატრი ჩვენ ქვეყანაში სამწუხაროდ ვერ იარსებებს. თუმცა ხვდები რომ იმისათვის რომ რაღაცა ელემენტარულად გაძლიერდე, რაღაცეები საჭიროა, მაგრამ არსებობს ალტერნატიული გზები და ეხლა გავაკეთებ სახინკლეს ჩემს ვაკასთან ერთად და გავყიდეთ ხინკალს, რომელიც იქნება გემრიელი და რომელიც იქნება პაპაჩემი დოდიკას რეცეპტით. რომელიც იყო იდეალური კულინარი და დედაჩემმა კარგად იცის ეს რეცეპტი და იდეალურ ხინკალს ამზადებს მაია და მეც მასწავლა და მეც მაგარი გამომდის. დიახ, და სად იქნება ეს სახინკლე? სახთან ახლოს პატარა ადგილი იქნება, ესეთი აი არა პოპულარულ ადგილზე. დუტა, შეიძლება რაღაც კითხო და თუ არ გინდა რომ მიპასუხო, მიპასუხებ. როდესაც მე დაგირეკე შენ ინტერვიუს ჩასაწერად, შენ პირველად მითხარი უარი. ხო, მე ვიფიქრე რომ არაფერი არ მინდაო მითხარ, აი არ მინდაო რა, აი არ მინდა. არ მინდა, ხო. ხო და ეს მაგრამ შენ ისეთი ადამიანი ხარ, რომ რა ვქნა, ვერა ვთქვი უარი. ძალიან დიდი მადლობა. იმიტომ რომ რა 20 რამდენი წელია. მამის არ ვიტყვი ხო, რამდენი წელია ეგ არა, რამდენი ხანია. მე მოვედი მათი ასაკის 2000 წელს, ხო? შესაძლოა 26 წლის წინ, ხო? ხო და მე მანამდე 2 წლით ადრე ვიყავი კიდე უკვე მაგ ტერიტორიაზე. შენ რომ მოხვედი, დაგხვდი მე. აუცილებლად და ვიცი როგორ უნდა გამოიწერეთ. აუცილებლად გამოიწერეთ ეკახოფერიას შეხვედრები, აუცილებლად. ხო, და თუ გამოიწერთ, ჩვენ გავძლიერდებით და კიდევ უფრო ფრთებს გავშლით და აი ესეთ ადამიანებთან გადაცემებს ჩავწერთ თბილისში, თელავში, მთაში, ბარში და კაი იქნებოდა თელავში, ნადიკვარზეც ჩავწერთ. კარგი იქნებოდა, მაგრამ თელავში ჩავიდეთ, რა ვიცი, 3 წელიწადში, 4 წელიწადში, როცა გინდა მოკლედ. დუტა, საუბრის ბოლოს ესეთი კითხვა. რას ვისურვებდით? აი, მეთქე რამდენი სურვილები მაქვს. პირადზე არ ვილაპარაკებ ხა, არც მიფიქრია მაგაზე, რომ პირადი სურვილები რა მაქვს. რატო პირადიც თქვი, ჯერ ისიც თქვი და პირადიც. მე ვისურვებდი, რომ რა კარგი იყო, როდესაც ვაზროვნებდით.
მე ამას ვისურვებდი, რომ კარგი დრო იყო, როდესაც ჩვენ ფიქრობდით, ვაზრობდით და არ გვეზარებოდა, აზროვნებოდა სხვის ნაფიქრალზე არ ვიყავით დამოკიდებულები. მე ვისურვებდი, რომ ასე იყოს ისევ. ნუ ისევ ხარ იქნება, რაღაცა სხვანაირად იქნება. საკუთარი აზრი და საკუთარი ფიქრი, გადასარევი ზღაპარი გვაქვს ნაცარქექია. ეს არის ბომბი ზღაპარი. სამი ძმა, ორი მშრომელი, ერთი უკნარა მოფიქრალი. რომელიც სახლიდან რომს გააგდო, წინასწარ იცის როგორ შეიძლება თავისი 1000 ჯერ დიდი მტერი დაამარცხოს. რა ჭირდება ზუსტად იცის. ნაფიქრი აქვს. სამად გასაყოფი ვართ. 2/3 მშრომელები უნდა ვიყოთ. 1/3 სრულიად საკმარისია რომ იყოს მოფიქრალი. და ჩვენ გვეშველება. ფორმულა გვიდეს, მაგით იწყება ყველაფერი. და ყველა გუში ლაპარაკობდით ჩემ მეგობართან. ყველა ფიქრო როდის გვეშველება და ყველა ფიქრობს რომ რაღაცა და აი თავარი საფიქრალი არის სიკვდილი. თავი ილია ჭავჭავაძემ რაც დაწერა, უარსებ თათქარი ძეობა უნდა ყველას, რომ არაფერი არ გააკეთოს ცხოვრებაში. ფულიც იმიტომ იშოვოს, რომ მე არაფერი არ გააკეთოს და არაფრის კეთება სიკვდილია. და რატო ვოცნებობთ სიკვდილზე? მოქმედება, ფიქრი. აი სხვისი აზრებით არსებობას დავანებოთ თავი. ინდივიდუალიზმი. თავისუფლებას ესე რომ ვეღწოდით და ვიბრძოდით და გვინდოდა და ღმერთო თავისუფალი საქართველოს აგე რა გაქვს და იყავი ის ვინც შენ გინდა იყო. ვინ რა სიტყვის დაიკიდე. თავისუფლება არის შენი ინდივიდუალიზმი ის რაც შენ გაქვს და მით უმეტეს თუ ჩვენ მართლმადიდებულ სამყაროში თუ რელიგიური ხარ მით უმეტეს კაცთმოყვარეობა. Яаж? გვეშველება რამე? კი. მოკლე აუცილებლად ყველაფერი მე ძალიან გვეშველება. როდესაც ჩვენ გავხდებით ინდივიდები. ამ დიდ სურვილებში რამე შენი ერთი გეგმა შეგიძლია რომ გამიზიარო გეგმის? არა მაქვს გეგმები. არა? არა. საერთოდ არა მაქვს გეგმები. არანაირი. მე ავირჩიე თავის დროზე დამოკიდებული პროფესია. სრულიად გააზრებულად ვიცოდი რომ ეს იქნებოდა დამოკიდებული პროფესია, ვიქნებოდი დამოკიდებული რეჟისორზე და რასაც ის მეტყოდა ის უნდა გამეკეთებინა. ოღონდ მე ავირჩიე ეს გზა შეგნებულად და უბრალოდ გააზრებული მაქვს ის რასაც დამავალებს რეჟისორი ის გავაკეთო იდეალურად და საუკეთესოდ. და მე ამისთვის ვიბრძვი და ამისთვის ვწვალობ, რომ მე ვაკეთო ის რაღაცა გადასარევად. იმაში ვიყო ყოჩარი. მე დავბრუნდი თეატრში და ვცდილობ რომ სანამ ჯანი მექნება ვიყო თეატრში. როდესაც გელოდებოდი შენ, აი წუთი-წუთზენა მოსულიყავი, რაღაც ყავა ვიყიდე და გამოვედი და უცებ ვიგრძელი. სად იყიდე ყავა გოგო? ჩემთან? არა, გვერდით, კაი. გვერდით იყიდე ყავა. ყავა და წამოვედი და უცებ ვიგრძენი, რომ ვარ ბედნიერი. აი, უცებ ვიგრძენი თავი რომ ვარ ბედნიერი, რატომ? იმიტომ რომ ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს, მიუხედავად ბევრი სირთულისა
არაფერი არ არის მარტივად შეიძლება ესე ჩანს, ხო? ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს. ვიყავი ძალიან ისეთ ადგილზე, სადაც ბევრი ძალიან ახალი, საინტერესო ადამიანი იქ ძველი ნაცნობები ვნახე და ფერადი ხალხი. ხო, ფერადი, რაღაცა სხვანაირი ადამიანები, რუსკა ვნახე მაყაშვილი და ვიცოდი რომ მოდიოდა დუტას ხირტლაძე, რომელთანაც ინტერვიუ ვიცოდი რომ ძალიან მინდოდა, შეხვედრა, შენთან ინტერვიუ არა შეხვედრა და უკვე ძალიან ცხადად ვიგრძენი თავი აი იმ წამს ბედნიერად. მაგარია. რისი ბრალი იყო? აი იმიტომ რომ იმ წამს და იმ მომენტში მე აი მართლა შევიგრძენი, კარგად გულზე ვიყავი, ჩემი განასახიერებელი გუნდი იყო ირგვლივ, ძალიან მაგარი ხალხი გავიცანი იქ და მოდიოდი შენ. და ეს ამბავი უნდა ჩამეწერე და მომეთრო მაყურებლისთვის. აი აქედან გამომდინარე მაქვს მართლაც ესეთი შენთან ბოლო კითხვა ამ გადაცემაში. ბედნიერი ხარ? მე ძალიან. მე ვარ უბედნიერესი ადამიანი. პირდაპირ გეტყვი. იმიტომ რომ ყველა ვინც მე ძალიან მიყვარს, ყველა აკეთებს იმას, რაც მაგრად უნდათ რომ აკეთონ თვითონ. დედაჩემი აკეთებს თავის საყვარელ საქმეს, ჩემი ძმა აკეთებს თავის საყვარელ საქმეს, ჩემი მეუღლე თავის საყვარელ საქმეს აკეთებს და მაქსიმალურად მეც გვერდში მე მინდა რაღაცები ვისწავლო რომ დავუდგე გვერდში კიდე. ჩემი შვილები აკეთებენ იმას, რაც მაგრა უყვართ. და მაქსიმალურად ხელს უწყობ. ძალიან მიყვარ ხარ, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი შემადგენელი ხარ, ჩემი და ძალიან ბევრი ადამიანი ამ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ და რა ვიცი, მინდა რომ ბევრი ეს ბედნიერი მომენტი და წუთი იყოს შენთან და მომავალში და შენი ყველა სურვილი ასრულდეს. ჩემი სურვილები სრულდება. ოსტოში არ ასრულდება ეგრე ყველაფერს ვაკეთებ რომ ეს სურვილები ასრულდეს და ჩემი შვილებიც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის რომ თავიანთი სურვილები აუსრულდეს და რა ეგრე გავიზარდეთ ყველანი ეგრე დაალაგდა ცხოვრებაში რომ თუ რამე გინდა ის აუცილებლად გამოვიდა თუ არ გამოვიდა ერთხელ ჭოლამ თქვა კარგად ესე იგი ის არ გინდოდა და გამოვიდა ისაც თურმე შინაგანად გინდოდა ზუსტად მე თქვენს გისურვებთ რომ გამოგივიდეთ ნამდვილად ის რაც თქვენ გინდათ მე დიდი ხანია მინდოდა ეს ადამიანი სტუმრად ის ხო დუტას ხერხზე მეც ისე მინდოდა რომ ვერ აგესნით მოილტვოდა ეს ხო შეხვედრები ეკახოფერიასთან გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი აუცილებლად გამოიწერეთ შეხვედრები ეკახოფერიასთან ერთად მომავალ შეხვედრამდე